ბატონი ნანა სანდერის მიმართ აბსოლუტურად არსებობდა საფუძველი იმისა, რომ აფროთის ღონისძიება პატიმრობა შეცვლილი იყო გირაოთი, რაც ჩვენ დამცველებმა ორ მნიშვნელოვან საკითხზე გავამახვილეთ ყურადღება, აქამდე გამოკვლეულ 6 ერთეულ ვიდეო მასალაზე, სადაც ბატონი ნანა რაიმე სახით არ ფიქსირდება აბსოლუტურად. გარდა ამისა, ყურადღება გავამახვილეთ მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და სასამართლომ სამწუხაროდ იგი დატოვა პატიმრობაში. მიმალვის საფრთხეზე სასამართლომ თვითონ განმარტება გააკეთა, რომ არ არსებობს ჩვენი დაცვის სპეციფიკის მიმართ, თუმცა ხელახალი დანაშაულით ჩადენისა და მტკიცებულების განადგურების საფრთხე რატომღაც თურმე არსებობს, რომელზედაც კონკრეტიკა ვერ გავიგონეთ, არ დასაბუთებულა ამ მხრივ. რაც შეეხება ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე, ჩვენ მიმართული გვაქვს პენიტენციური დაწესებულების შესაბამის ხელმძღვანელ პირზე, განცხადებით, რაც შეეხება იმას, რომ ქალბატონი ნანას მიმართ ესე ვთქვათ გარკვეული დამოკიდებულება, რაც შეიძლება ყოფილიყო შეურაცხყოფელი, შეიძლება ყოფილიყო ესე ვთქვათ არასათანადო მოპყრობის კუთხით, ამასთან დაკავშირებით სასამართლოს პირველივე გაჟღერების დროს შეეძლო შესაბამისი ესე ვთქვათ პროცესუალური ნორმის საფუძველზე გადამისამართება მიმართვა გაეკეთებინა, თუმცა რატომღაც მხოლოდ დღეს მოახდინა ამაზე რეაგირება და ვადასტურებთ, რომ აღნიშნულზე უკვე სასამართლოს მხრიდანაც გადაგზავნილი იქნა შესაბამის დაწესებულებაში სარეაგიროდ ესე ვთქვათ განცხადება მიმართვა.